რატომ ასაჩივრებს ლიონი კვარაცხელიას თამაშს? ვინ გადაწყვიტა კვარაცხელიას მოპოვებული 11 მეტრიანის შემსრულებელი და რას ამბობს პედი პიმბლეტი თოფურიაზე? ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე არ დაგეზაროს, დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე. დავიწყოთ საფრანგეთიდან, სადაც კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა მეოთხე ლიგელი სტად ბრიოშინი 7-0 გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა ძირითადიდან დაიწყო და 62 წუთი ითამაშა. ამ დროში ქართული ტრადიციულად აქტიური იყო და ერთ-ერთ ეპიზოდში 11 მეტრიანიც გამოიმუშავა, რომელიც გოლად გონსალუ რამუშმა აქცია. აღსანიშნავია, რომ თავიდან კვარას მოპოვებული 11 მეტრიანის დარტყმა დეზირე დუეს სურდა, მაგრამ კადრში ჩანს, რომ პარი სენ-ჟერმენის კაპიტანი ჰაკიმი ქართველზე მიანიშნებს, რომ თვითონ ხვიჩამ შეასრულოს. თუმცა, ამ მომენტში დიდი ალბათობით ლუის ენრიკე კაპიტანს ეუბნება, რომ 11 მეტრიანი გონსალუ რამუშმა დაარტყმას. შეხვედრის შემდეგ ლუის ენრიკე ამ მომენტს არ გამოეხმაურა, თუმცა ქართველის როლზე მაინც ისაუბრა. მოხარული ვარ, რომ გუნდში ამდენი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც კლუბის მაისურით ასპარეზობა სურთ. ეს იყო იდეალური საღამო, რადგან ჩვენ დასახულ მიზანს მივახციეთ. ნახევარფინალში გავედით. მიზანიც ეს იყო. ჩვენი მიზანი იყო ბურთი კვარასთვის და დუესთვის, რაც შეიძლება ხშირად მიგვეწოდებინა. ეს შევძელით და გამარჯვების მოპოვებაც გაგვიადვილდა. ბურთი სწრაფად მოძრაობდა, რომ არა ეს გარემოება რთული შეხვედრა გვექნებოდა. ბოლოს ამ შეხვედრაში 17 გოლი სულაც არ არის ცუდი შედეგი. ზოგიერთ კრიტიკოსზე ახლა უბრალოდ მეცინება. ჩვენ გავაგზავნებთ პროგრესს და ამ გზას ბოლომდე გავივლით. არ გვეშინია და დანებებას არ ვაპირებთ. შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენი მომდევნო შეხვედრას შაბათს ლიგის წინააღმდეგ გამართავს. 4 შაბათს კი უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულს უმასპინძლებს. ახლა კი გეტყვით, რომ კვარაცხელიას თამაშის გამო ლიონი პარი სენ-ჟერმენს უჩივის. უფრო კონკრეტულად კი ლიონმა გადაწყვიტა საფრანგეთის ფეხბურთის პროფესიული ლიგის იურიდიულ კომისიაში პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანოს. მიქაუტაძის გუნდში მიიჩნევენ, რომ ლიონისა და პარი სენ-ჟერმენის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის უფლება არ ჰქონდა, რადგან პარი სენ-ჟერმენმა ქართველის ტრანსფერით ფეხბურთის პროფესიული ლიგის წესები დაარღვია. ლიონის პრეზიდენტის ჯონ ტექსტორის წერილში ნათქვამია, რომ კვარაცხელიას ტრანსფერი ნაპოლიდან მხოლოდ კლუბის იმ ფინანსური რესურსიდან მოხდა, რომელიც საფრანგეთში აკრძალულია. საუბარია უცხოური სუბსიდირების აკრძალვაზე. ტექსტორი მიიჩნევს, რომ ამ ტრანსფერის დადასტურება ადმინისტრაციულ წესებს არ შეესაბამება. უფრო კონკრეტულად კი, ორგანიზაციის 556 და 560 მუხლებს. 560 მუხლი ადგენს, რომ ფეხბურთელის მიერ შეხვედრაში მონაწილეობასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში დამხმარე გუნდს ჯარიმის სახით წაგება ეთვლება, თუმცა მომჩივან კლუბს ქულები არ ეწერება. ასევე უქმდება დამღები გუნდის მიერ გატანილი გოლებიც. ფრანგული გავლენიანი გამოცემა ეკიპი წერს, რომ ლიონის ნაბიჯი პასუხია პარი სენ-ჟერმენის საჩივრისა, რომლიც გუნდმა იურიდიულ კომიტეტში ტიაგო ალმადას თამაშის გამო შეიტანა. გარდა ამისა, ამ ყველაფერს კლუბების პრეზიდენტებს შორის არსებული კონფლიქტიც უკავშირდება. ლიონის პრეზიდენტი ჯონ ტექსტორი კატარის მიერ პარიზული გუნდის დაფინანსებას ეჭქვეშ აყენებს. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ევროკავშირის სასამართლოშიც აპირებს. თული საქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ცხადია, რომ ორ პრეზიდენტ შორის აშკარად დაზაბული ურთიერთობა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ლიონთან საგოლე პასი მიითხოვა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კოპა იტალიას მეოთხე ფინალში კი საბა გოგლიჩიძის ემპოლიმ იუვენტუსი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1-1 დამთავრდა. გამარჯვებული კი 11 მეტრიანების სერიაში გამოვლინდა. საბა გოგლიჩიძე ძირითადში არ იყო და მინდორზე მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელს კარგი შეხვედრა ჰქონდა და ტურინელთა არაერთი შეტევა ჩაშალა. ქართველმა 6-დან 3 დუელი მოიგო და 4-ჯერ განმუხტა სიტუაცია. იტალიის თასის ნახევარფინალში ემპოლი ბოლონიას 4 აპრილს დაუპირისპირდება. შვეიცარიის თასის მეოთხე ფინალში კი ბაზელი ეტუალს ესტუმრა და 3-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდი 93 წუთამდე 0-1 აგებდა, თუმცა 73 წუთზე მინდორზე 19 წლის ქართველი ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა შევიდა და 11 წუთში წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში კი ბაზელმა კიდევ 2 გოლის გატანა შეძლო. შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს შვეიცარიულ კლუბში ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ მიმდინარე სეზონში მან საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მან 15 შეხვედრა გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ სიგუა ბაზელში 2023 წლიდან თამაშობს. ახლა კი NBA და სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო სპურსი, რომელიც ჰიუსტონ როკეტსთან სტუმრად 12 ქულით დამარცხდა, 106-ით 118. ეს ქართველის გუნდის ზედიზედ მეოთხე მარცხია. სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 20 წუთი და 28 წამი გაატარა. რა დროშიც 12 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. სანდრომ 12
11-დან 7 გოლა ბოლო მეოთხედში მოიპოვა. ქართველის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას Memphis Grizzlies წინააღმდეგ გამართავს. გოგა ბითაძის Orlando Magic-ი კი NBA-ის მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგის მქონე Cleveland Cavaliers დაუპირისპირდა და 82-122 განადგურდა. ქართველი თამაში სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 7 წუთი და 37 წამი გაატარა, რა დროშიც მის ანგარიშზეა 1 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება. Orlando აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას Golden State-ის წინააღმდეგ გამართავს. ახალ UFC და ილია თოფურია, რომლის გამოწვევას პედი პიმბლეტი აგრძელებს. ინგლისელმა მებრძოლმა თოფურიასთან ჩხუბის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. ის ქართველის მსუბუქი წონითი დივიზიონში გადასვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თოფურიამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. ილია თოფურიასთან ჩხუბი ძალიან მინდა. ესაა ორთა ბრძოლა, რომელშიც ყველას დაუმტკიცებ, რომ ცდებოდნენ. თოფურია ჯუჯაა. ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი არა. ჩვენს ზონაში არ უნდა ჩხუბობდეს. ქვემ მსუბუქში უნდა დარჩენილიყო და ეს გადაწყვეტილება მის დაღმასვლას განაპირობებს. მასთან უბრალოდ ჩხუბი მინდა. არ მაინტერესებს სატიტულო ბრძოლა. უბრალოდ მაჩხუბეთ. დავამტკიცებ, რომ ხალხი ცდება. ის ფიქრობს, რომ ყველაზე უკეთესია, მაგრამ ასე არ არის. თოფურიამ თქვა, რომ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში მემკვიდრეობა დატოვა, რაც სრული სისულელია. დაემარცხებინა ვოლკი მეორედ, დაემარცხებინა ლოპესი, დაემარცხებინა ევლუევი და შემდეგ შეეძლო ეთქვა, რომ დივიზიონი გაასუფთავა და სხვა წონაში გადასულიყო. ჩემპიონებს ძალიან სწრაფად უნდათ სხვა წონაში გადასვლა და ტიტულს არ იცავენ. ის კონორ მაკგრეგორის ყალბი ასლია. მას მექსიკური ტაკოს ქარისმა აქვს. ზურგზე მაკგრეგორის მსგავსი ტატუ გაიგეთა. მინდა მას მიმართო, შეწყვიტე კონორად ყოფნა. ვერავინ იქნება კონორი, უბრალოდ შენი თავი იყავი. შეგახსენებთ, რომ თოფურიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წონის შეცვლა გადაწყვეტა და ქვემსუბუქის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა. ილიას მომდევნო მეტოქის ვინაობა კი ჯერჯერობით ცნობილი არა. მართალია, ილიას და ჩვენც დიდი სიამოვნებით ვნახავდით გათიშულ პიმბლეტის, მაგრამ ამავდროულად ყველავ თანხდებით, რომ ქართველი მასთან დროის კარგვას არ იმსახურებს, რადგან წინ გაცილებით დიდი მიზნებია. ბოლოს კი გეტყვით, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის სტარტს 28 თებერვალს აიღებს. ეროვნული ლიგის ახალი სეზონი მოქმედი ჩემპიონის იბერია 1999-ისა და თელავის დაპირისპირებით გაიხსნება. სეზონს გუნდები მაკრონის ახალი ბურთით ითამაშებენ. ასევე აქვე გეტყვით, რომ ახალი სეზონი განახლებული ფენტეზი ლიგით იწყება. თამაშის დაწყება და სასურველი გუნდის დაკომპლექტება უკვე შეგიძლიათ. ყოველი წლის გამარჯვებული საჩუქრად PlayStation 5-ს მიიღებს. სეზონის საუკეთესო მოთამაშეები კი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. დარეგისტრირდით, აირჩიეთ სასურველი ფეხბურთელები, შექმნით თქვენი გუნდი და მოიდგეთ ვირტუალური საფეხბურთო მენეჯერის როლი. წარმატებები ვუსურვოთ ქართულ სპორტსმენებს და თქვენ თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჭეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.